საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ბათუმში განთავსებულ სააფთიაქო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი პრეპარატების გაცემის წესის დარღვევის პასუხისმგებლობის გამკაცების შესახებ საუბრეს. გარდა ამისა, ფარმაცევტული პროდუქტის რეკლასიფიკაციისა და რეცეპტის ინსტიტუტის დანერგვის საკითხიც განიხილეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. Am etapზე შევეხებით საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ითვალისწინებს ცალკეული სამკურნალო საშუალებებზე კონტროლის რეჟიმის გამკაცრებას, კერძოდ როგორც ვიცით უკვე 6 ჯენერიული დასახელების მქონე ფარმაცევტულ პროდუქტზე უკვე გამკაცრდა კონტროლის რეჟიმები, ეს არის გაბაპენტინი, ბაკლოფენი, დექსტრომეტორფანის შემცველი პროდუქტები, ტროპიკამიდი, ზოპიკლონი, ზალეპლონი. ესენი დაექვემდებარა კონტროლის მკაცრ რეჟიმს, რაც შეეხება დღეს უკვე მეორე მოსმენით გადის პარლამენტზე კოდეინის, ფსევდოეფედრინის, ნორეფედრინის და ეფედრინის შემცველი ფარმაცევტულ პროდუქტებზე გამკაცრების რეჟიმის დადგენილების რეალიზაცია ბუნებრივია განსაზღვრულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ეს არის სამედიცინო პერსონალის მომზადება ფარმაცევტული დაწესებულებებში, რეცეპტის გამოწერისა და გაცემის უნარჩვევები, მოსახლეობის ადაპტირება და ის ჩვევა რომ აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან და აუცილებლად უნდა მიიღოს რისკის მატარებელი პროდუქტი ექიმის დანიშნულებით